იქნება ახალი ფრაქცია ივანიშვილი ქართული ოცნება, ასეთი სახელწოდებით. გადაწყვეტილება მივიღეთ არჩევნების შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქამდე არ ვიზიარებდი მე მის პოზიციას და ფრაქციაში სამი კაცი ვიქნებით თავიდან ძალიან საპატივცემულო ხალხი, ბატონო დავით დინარაძე, ილია პორჩხიძე, ორივე ექიმები არიან, ასეთი კეთილშობილი საქმის მსახურებიან და ვფიქრობ, რომ ეს იქნება პასუხი ჩვენი საკრებულოს პასუხი იმ საერთო ვითარებაზე, რაც ჩვენს რეგიონში და მთლიანად საქართველოში შეიქმნა. არის თუ არა ამასთან დაკავშირებით საკრებულო საქმის კურსში? გასაკვირველია, მაგას გარეშე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ბიურო წყვეტს, ბიუროს სტომაზე გადის ეს საკითხი და შემდეგ საკრებულოს სტომაზე და აიგულისხმება იმაში, რომ არ მოგწონდეთ მათი საქმიანობა. არა, აი ხლა, მაგრამ ზოგადად აი საქართველოში რაც მოხდა და რაც გამომზეურდა ეს ყველაფერი, ეხლა ეს უკვე შემაშფოთებელი გახლა. ოფიციალურად შემოტანილი აქვს თუ არა ლევონინიძეს განაცხადი დანარჩენ მსურველებთან ერთად ფრაქციის შექმნის თაობაზე. ჯერ ოფიციალური ცნობა სამანდატო საპროცედურო კომისიაში არ არსებობს, როდესაც მოგივა შესაბამისი განცხადება, უკვე სამანდატო საპროცედურო კომისია შეიკრიბება, გააკეთებს შესაბამის დასკვნას და დასკვნის შესაბამისად წინადადებით იმართავს ბიუროს, რათა საკითხი განხილული იქნას და ცნობის საფუძვლებელი იქნას საკრებულოს ხმას.